ხუთმა მეგობარმა 13 წლის წინ, როცა კომპანია დავაარსეთ, ვერც კი წარმოვიდგენდით იმ საფეხურზე ყოფნას, რომელზეც დღეს ვართ. დავიწყეთ 90 კვადრატი ნახირავი ფართით და დღეს თბილისსა და ბათუმში კომპანიის კუთვნილებაში 70,000 კვადრატზე მეტი მიწის არასოფლო სამეურნეო ნაკვეთია, მასზე განთავსებული საწარმოო მეურნეობებით, სასაწყობო მეურნეობებით, საგამოფენო დარბაზებით, მთელი ინფრასტრუქტურით. დასაწყისისთვის 5 თანამშრომლით და 400-მდე ვართ დღეს. მომავალი წლისთვის ეს რაოდენობა 500-მდე გაიზრდება. ჩვენ ვიზრდებოდით ბანკთან ერთად, ქართულ საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად და მახსოვს თუ რამენად რთულად ასავები იყო პირველი 10,000 დოლარის ეკვივალენტი დოლარი მაშინ და დღეს ჩვენი სესხი რამდენიმე 10 მილიონს გადააჭარბა და აი ამ შინაგანმა რწმენამ რომ საფინანსო ინსტიტუტი იყო შენი პარტნიორი ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება ამანაც მიგვაღწევინა და 2 წლის წინ მივიღეთ დამფუძნებელმა გადაწყვეტილება რომ შეგვექმნა სამეთვალყურეო საბჭო რადგან გაიზარდა კომპანია უფრო სხვა სტილით და სხვა სისტემით მართულიყო ჩვენ გადავინაცვლეთ სამეთვალყურეო საბჭოში კომპანიის მართვა განაგრძო ახალგაზრდა გუნდმა ეს შემართება სიახლეები სულ წინ გონებაში თავისთავად ძახილმა მოვიყვანა დღემდე 2019 წელს დასრულებული პროექტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი არის EBRD-სა და TBC ბანკის ერთობლივი პროექტი, რაც ითვალისწინებს თბილისსა და ბათუმში ინფრასტრუქტურისა და წარმოების გამართვისათვის ერთობლივ მხარდაჭერას, რაც ჯამში თანხმობრივად შეადგენდა 3 მილიონ ევროს და აღნიშნული ემსახურებოდა როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობას, საწარმოო ფართების გამართვას, ასევე საწარმო დანადგარების შეძენას. ამ პროექტის მთავარი არსი და მთავარი მნიშვნელობა იყო ის, რომ ყველა დანადგარი არის ევროსტანდარტით აღჭურვილი, შეესაბამება SIS სერტიფიკატს. ჩამოთვლილი დანადგარები იყო თუნუქის მიმართულების დანადგარები. პროექტის არსი იყო ერთ-ერთი, რომ შეგვექმნა უსაფრთხო შრომის გარემო, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული გარემოს დაცვაზე. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელს წარმატებულად შევასრულეთ და EBRD-ის ექსპერტების მიერ დადასტურებული იქნა ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოების სრულად, რის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ დაპირებული 15%-იანი კეშბექი, რომელიც ძალიან დიდი мотиваცია იყო ჩვენთვის ამ პროექტის განსახორციელებლად. ძალიან დიდი მადლობა EBRD-სა და TBC ბანკს ერთობლივად და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა და შევძელით, რომ რეალურად შეგვექმნა ქართული ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი საწარმოო და სასაწყობო ზონები. ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქტს, რომელსაც ვანაწილებთ მთელი ქვეყნის ფარგლებში, ჩვენ ვახორციელებთ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს საზღვრებს გარეთ. რაც ზრდის როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე რა თქმა უნდა კომპანიას ეხმარება გადადგას უფრო გაბედული ნაბიჯების საომავლოდ ბიზნესის გაფართოებისკენ. ნოვას მიზანია აწარმოოს მეტი ქართული პროდუქცია და რაც მთავარია შექმნას წარმოების ქართული სტანდარტი. ქართული სტანდარტი ყველა საჭირო ღირსებით. ნოვას აქვს ამოუწურავი რესურსი, შექმნას მეტი და ამასთანავე განავითაროს წარმოების ახალი მიმართულებები. პოლიეთილენის ახალი საწარმოო შესაძლებლობას გვაძლევს აუზების წარმოება გავზარდოთ 10,000 litrამდე. აქტიურად და წარმატებულად მუშაობთ ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოქმედი დირექტივების დანერგვაზე, რაც საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. 2019 წელი გამოირჩეოდა საკმაოდ მძლავრი და ხშირი სავალუტო რყევებით, თუმცა მთელი რიგი კომპლექსური ღონისძიებების გატარების ხარჯზე შევძელით წლის მეორე ნახევრიდან კომპანიის საქმიანობა გადაგვიყვანა სასურველ ჭრილში. გასულ წელთან შედარებით ჩვენი პარტნიორების რიცხვი გაიზარდა სადღაც 6-დან 7%-მდე, რამაც მოგვცა საშუალება მთლიანობაში, რომ
2019 წლის რეალიზაცია გაგვეზარდა 17%-იანი ნიშნულის ფარგლებში. რაც შეეხება გამოწვევებს 2020 წელი მე ვფიქრობ საკმაოდ ოპტიმისტურად დაიგეგმა კომპანიაში. კომპანიის სრული გუნდი არის მობილიზებული, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. ბოლო 2 წლის განმავლობაში კომპანია განსაკუთრებით ორიენტირებულია საცალო გაყიდვების განვითარებაზე, რაც გულისხმობს ძველი შოურუმების განახლებას. პროექტის ფარგლებში კომპანიას ემატება 10,000 კვადრატამდე სავაჭრო ფართი. პროექტის განხორციელებაში კომპანიას ეხმარებოდნენ EBRD სპეციალისტები მარკეტინგის, მომსახურების და გაყიდვების სფეროში. შედეგად 2020 წელს კომპანიაში მოსულ მომხმარებელს დახვდება 14-მდე კატეგორია და 35,000-მდე დასახელების პროდუქტი. საერთაშორისო შეწყდები, საერთაშორისო ლოჯისტიკა და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობები ჩვენი კომპანიისთვის გახლავთ ძალიან პრიორიტეტული მიმართულება. საერთაშორისო მასშტაბით დღეს კომპანია Novas აქვს ძალიან მაღალი სანდოობა, რაც ხელს გვიწყობს, რომ ძალიან მაღალი დონის და დიდი გამოცდილების საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა BTK, Isojami, Rigipsy, BN, Ingco და სხვა მრავალი ასეთ კომპანიებთან დავამყაროთ ძალიან ახლო ურთიერთობა და ვიყოთ მათი ექსკლუზიური დილერები საქართველოში. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მომხმარებლებს თავაზობთ ხარისხიან პროდუქციას, რათა სანდოობის მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ მათთან. 2017-2018 წლის ფინანსური აუდიტი კომპანიაში ჩაატარა საერთაშორისო კომპანია Deloitte-მა და რა თქმა უნდა კომპანიის ანგარიშგების აღრიცხვა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აქტიურად მუშაობთ კომპანია BDO-სთან პროგრამული უზრუნველყოფის თანერგვაზე, რაც საომალოდ დაგვეხმარება როგორც პროცესების ოპტიმიზაციაში, ასევე კიდევ უფრო მეტად მოქნილების გახვდის ანალიტიკის მიმართულებით. 10 წელია რაც ამ კომპანიაში ვმუშაობ და ბოლო 7-8 წელს განმავლობაში იმდენად სწრაფად შეიცვალა ყველაფერი, იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ძალიან ხშირად ვიდექით დიდი გამოწვევების წინაშე. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ კომპანიაში სისტემა არის საკმაოდ გამართული, მარტივია ამ სისტემის მეშვეობით თუნდაც თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა, მათ мотиваციაზე ზრუნვა და პროცესების გამართულობაზე, ესე ვთქვათ, მუდმივი მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი მიმდინარე წელს იყო ტრენინგ ცენტრის ჩამოყალიბება ჩვენი კომპანიის ბაზაზე, სადაც ესე ვთქვათ, გადამზადდა და ინსტრუქტორი ჩაუტარდა თანამშრომლების ძალიან დიდ რაოდენობას. ეს ყველაფერი საერთო ჯამში აძლევს ჩვენს კომპანიას შესაძლებლობას გააღწიოს საერთაშორისო ბაზრებზე და იყოს კონკურენტუნარიანი როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე ესე ვთქვათ საერთაშორისო ბაზარზეც. გრანდიოზული გეგმებით ვეგებებით ახალ წელს 2020 წელი გვინდა გამოვაცხადოთ თანამშრომლების წლად. შესაბამისად ვპირდებით ბევრ სიურპრიზს, ბევრ სიახლეს, ბევრ წარმატებას და უფრო მეტ მხარდაჭერას ჩვენი კომპანიის მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა უორმესი მადლობა გადავუხადო ყველა Novas საგამოფენო დარბაზში შევასწავლ ფიზიკურ პირს თუ იურიდიულ პირს, რომლებიც ჩვენთან იყვნენ, არიან და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კლავაც ეს პარტნიორული ურთიერთობა შევინარჩუნოთ და მუდამ ვიყოთ ერთმანეთისთვის მარტივად რომ ვთქვათ საინტერესო. მომავალ წელს ჩვენს მომხმარებელს ელოდება ჩვენს კომპანიაში მრავალფეროვანი პროდუქცია სამშენებლო და სარემონტო სფეროში და ასევე სხვა მომსახურებები, რომელთაც დარჩებიან ძალიან კმაყოფილები. 2020 წელს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს უფრო მეტად წარმატებული გუნდი, ვიყოთ უფრო ძლიერები, რათა Novas გუნდმა ერთობლივად ერთიანი ძალებით შექმნას უფრო მეტი დოვლათი ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოში ყავს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი გუნდი, მადლობა მათ ამისთვის. აი ძალიან მინდოდა ერთი რაღაც მეთქვა, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, როგორც საკუთარ ოჯახში ბავშვი ხმაურობს და გიქმნის რაღაც დისკომფორტს, რაღაც ოჯახში ისე ვერ გაქვს დალაგებული და დისკომფორტია, ასევე ალბათ არამოტივირებული თანამშრომელია და ჩვენთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი იყო მათ შორის თანამშრომელი და იქნება მუდამ და მეტიც მინდა რომ მომავალი 2020 წელი განსაკუთრებით მეტი ორიენტირებულებით გამოირჩეოდეს კომპანია თანამშრომლებისთვის და თანამშრომელი დილით სამსახურში როცა მოდის ის მეორე ოჯახში მოდიდეს ეს ახმა გქონდეს მას აუცილებლად და ჩვენ ამას ყოველთვის ვეცდებოდით და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავედით.